სალამისასტავ კიდევ ერთხელ. ეხა ისე მომეშალა ნერვები კომენტარებზე. აი, რამოდენიმეს გავწიწკნიდი დიდი სიამონებით. თეკუნა, შენ ტელეფონი მათხოვე დედა. მოიცა ტელეფონს მოვიტან. ქალო, ამას უყურეთ ეხლა. ახლა 7 ლაიქიც ვაქვს, ძალიან კაია. კომენტარი, დედა რა შავი ვარ. ვიცი ქალო, გავითეთროთა უპირი. ესე ცოტა მოვინათო, თორე ძალიან ჩაშავებული ვიყავი. კარგით რა, ძალიან გაფასებთ ბევრს YouTube-ზე, მაგრამ ამ აგროვებას, დონაციას, განვითარებას, დახმარებას რომ ეხებით, ეს უკვე გამაღიზიანებელია. სწორად გაიგეთ, ასეთებმა ჩემი შეხედულება ხალხნო ღმერთმა ჯანმრთელობა ან წერაშიც არაევა გვაქვს. ხალხნო ღმერთმა ჯანმრთელობა არავის გაგვიჭიროს. ამის იქით ეს ყველას გვიჭირს. ეს ვითომ კულტურული თხოვნა არასწორია. ამ გაჭირვების ხანაში არ გეწყინოს ქეთი მესმის, მაგრამ ჩემი აზრი უნდა დამიფიქსირებინაო. ბას არის არ არის, ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ უბრალოდ შეგიძლია გაგეტარებინა. ეს ერთი. მეორე, აქ ვინ მოდის სამათხოვროდ, ქალო შიქ ხო არა გაქვთ, ეხლა პირადად შენ არ მოგმართავ ზოგადად, მოიცა ერთი ყლე კომენტარიც დაიწერა. რატომ დაგჭირდა ქეთიო? რატო დამჭირდა? მაგის დედას 3 შვილი მყავს და ეხლა რა მოხდა ჩემო გამომწერებმა რომ ჩემ შვილს ხელი შეუწყოთ და ტელეფონი იყოთ. აქ სასირცხელო არაფერი არ არის. აპახვარტეთყვი, თირკმელა უნდა მომიღო და აი იმისთვის ჭირდება. ამ ქალ ჩემი ბებოტირის დაიცა. შემდეგი, ფუფუნების საგნებზე მათხოვრობა ამაზე ზენია უკვე. ჩემ და შენ შორის მათხოვარობის და მათხოვრის დედას შევეც. ძალიან გამაღიზიან ახლა ემუაზრო კომენტარებმა. ხალხი შიქხო არა გაქვთ მართლა. ანუ ყლევდუ, გიჟდუ და ასე შემდეგ. თუ ტრაკი არა გაქვს რო ბავშვს ხელი წაუკრა და რაღაცა გაიღო, ნუ გააღებ შენ აყროლებულ პირს, როგორი ჩემი ძველი გამომწერიც არ უნდა იყო და ნუ დაწერ ყლეობას, გაიგე, ამი ამ სიამონებს. არ მსი ძალიან გავღიზიანდი. ანუ მე რატომაც არა თუ ვინმე თეკლას ტელეფონს უყიდის, რატომაც არ მივიღებ, ვერ მივიღებ თუ რა. 3 შვილი მაწევს კისერზე მარტო ვინახავ 3 შვილს და რატომაც არა ვიღაცამ რო ხელი წამიკრას. თქვენს ხარჯები შვილები არ გამიჩენია? არც ეს არ არის, ხა ვიღაცამ შეიძლება თქვას, მაგრამ რატომაც არა ვერ გავიგე. რატომაც არა. და სიმართლით მოვიდა ბავშვი რაღაცა ტელეფონი მინდა. მეწონა ჩემ ყლეს თუ არ მოგეწონა, ვინმე მკითხრა დაჭექი უყურეო. ეხლა ვიღაცა იტყვის რომ ისო როგორი მყრალიანა ქონია ახალი გამომწერები. ძალიან გავღიზიანდი. რატომ მოვიდა ცუდად? ანუ შურის დედა შევეცია, ვიღაცას ეხა პროჭიც მოეწვა. არ ვიცი. ვაიმე მე თუ შემსულდა, ანუ მე თუ ისა. ანუ ეგრე არ არის თაყაო შენ რომ მამული გაყაო რა, ანუ ზოგადად. თუ ტრაკი გაქვს გაიღე და დაიხმე, თუ არ და რას აკრიტიკებ და რას განიკითხავ, შიქხო არა გაქვს. ვერ გავიგე? დაგხვდა ვისაც უნდა ისედაც გაიღებს და ვისაც არ უნდა რა მათხოვრობა თქვენ შიქხო არა გაქვთ მოვედი რა ფუფუნების დიახაც ფუფუნებისაგანია გენაცვალე სამყარო შეიცვალა რატომაც არა ხო შეიძლება ხა ვიღაცა ისეთი გიჟი გამოხდეს და აი შვილო მე გაძლევ ტელეფონს რატო არა ვიღაცას 4 აქვს და არ უნდა ის მე 4 2 აქვს არ უნდა ის მე 2 აქ მარტო ფულზე არის ბავშვს ტელეფონი მოუნდა არა აქვს და აქ მოწყნული ტელეფონს ხო ხედავ ასე რომ senti freddo giacchette carebi так что კაჩები გაბრაზებული ხო ჯერ არაფერი დაწერილა მე ძალიან მინდოდა მოსულიყავი და გითხარით ჩემი სათქმელი იყოს აი ეს 2 წუთიანი თუ 4 წუთიანი ვიდეო და გაიაზრეთ ხალხო თქვენ შიქ ხო არა გაქვთ მართლა ბიჭო რა მოხდა ან გადაინახეთ ისედაც გამატემე იმ ვიდეოში რომ მე არავის არაფერს არ ვაძალებ თქო ეგეც ვთქვი ბიჭო აძალებ არ აძალებ რატო გაიგეს ესე ცუდად ძალიან გავგიჟდი აწვი ესეთი ხალხი სულ ესე იგი შენ რო ესეთ ყლეობა კომენტარს მიწერ როგორც არ უნდა გიყვარდე თუ გიყვარო არ დამიძე პირიქით იტყოდი რომ რატომაც არა ამას იტყოდი ის კი არა ხო თუ შენც გინდა ისიც გითხარი და შენი პირადი ნომერიც მოგვეცი და დავდებთ რა პრობლემაა მოგიდა
წავედი ძალიან მომიშალა ნელ დღეს არანაირი ინტერვიუ არ დაიდება. Un bacione grande grande.